პროდუქტები უკვე ძალიან ახლო მეგობარს ჰქონდა ეგეთი შემთხვევა, რამოდენიმე კვირის წინ ზუსტად როცა სამოხმარებელ სესხს იღებდა, დიდი მოცულობის სამოხმარებელ სესხს იღებდა და ბანკს ევაჭრა ძალიან ისე აქტიურად პროცენტზე კი არა საკომისიოების ნაწილში. და ერთ-ერთი რაც მახსოვს უბრალოდ მე პოსტფაქტუმ შევესწარი, მაგრამ მე მომიყვარა და ძალიან მომეწონა ეგ როგორც ხნა რომ ერთ-ერთი რაზეც დააკლებინა ფული იყო წინწრების საკომისიო. კი. იმიტომ რომ რაღაც 2%-ს ეუნებოდნენ თუ დეფოლტად რა. კი, მაგრამ ხა წინწრების საკომისიო ეროვნულმა ბანკმა ძალიან გაამკაცრა და დააწევინა, ესე ვთქვათ რა. ხო, ძალიან კარგი დააწევინა, არ ვიცი ეგ მაგის ბრალია თუ ამან ხნა თავისით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეუნებოდნენ და ამას მოლოდინი აქვს რომ რაღაც 5 წლიანი სესხია თუ 7 წლიანი არ ვიცი, მაგრამ მალე გადაფარავს რა. და ეგ მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მისთვის, რომ მზად ყოფილიყო მაგ მომენტისთვის, რომ ფული რა ჩაუვარდებოდა ხელში და გადაფარვას დააპირებდა, რაღაც ექსტრა 2% არ გადაეხადა და წინწრების საკომისიო დააწევინა და გაცემის საკომისიო შეამცირებინა 0.5-მდე, თუ სწორად მახსოვს 0.5%-მდე. და საბოლოო ჯამში იხეირა რა, მაგ პროცესში გამოიყენა ორი ბანკთან ურთიერთობა, ორი ბანკის ოფერები შეადარა ერთმანეთს.